გესაუბრებით ნესტისა და ობის დაცვის მეთოდებზე მშენებლობაში. ნესტიანი გარემო იწვევს როგორც იმუნური სისტემის რღვევას, ასევე ბევრი სხვა ტიპის დაავადების გაჩენას. ასევე ის ქმნის ადამიანში ალერგიულ პროცესს. პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნესტიან გარემოს, ეს არის კედლის სისქის დაცვა. როდესაც გვაქვს მშენებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე იქნას გათვალისწინებული ის სტანდარტული კედლის სისქე, რაც სამომავლოდ არ შექმნის აღნიშნული პრობლემის გავრცელებას სახლში. კედლის სისქე არის მთავარი ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის კონდენსატს, რომ არ მიიღოთ ის რიგი პრობლემები, რასაც ქვია ობისა და ნესტის გაჩენა. კედლის სისქის დაცვის შემდეგ აუცილებელია გავითვალისწინოთ ფასადის შემდგომი დათბუნების ნაწილი. ფასადის დათბუნება ბევრი სხვადასხვა მეთოდით ხდება. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვაბამბა, მინერალური ბამბა, XPS დათბუნების შემდეგ. აუცილებელია მოხდეს კედლის დაფარვა, მოხდეს მისი ლესვა და ლესვის პროცესში გამოყენებული იქნას არმირებული ბადე, რაც საბოლოოდ ქმნის ერთიან სივრცეს. საბოლოო ჯამში კი მნიშვნელოვანია კედლის შეღებვა შესაბამისი სტანდარტების საღებავით. გვაქვს შიდა დათბუნების მაგალითიც, თითქმის იმავე მასალებით, რაც მიფარება თაბაში მოყავს ფილით. ხშირად შიდა დათბუნების მაგალითზე პოლიურეთანსაც იყენებენ, რომელიც შესაბამისი აპარატით კეთდება. ასევე ვარიანტები პოლიურეთანის ქაფი ბევრად ეფექტურია ვიდრე ქვაბამბა ან მინერალური ბამბა, თუმცა ეს ინდივიდუალურია და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აზრის მოსმენა შეიძლება, თუმცა ორივე დათბუნების საშუალების შემთხვევაში ეფექტი არის ერთი და იგივე, რაც საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება ნესტისა და ობის გაჩენას და ასევე სხვა რიგი პრობლემების გაჩენას, როგორიც არის მაგალითად სოკოს გაჩენა. ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც არის თქვენი ინტერესის საგანი, უბრალოდ გაინტერესებს მისი ფასი, ხარისხობრივი ნაწილი ან თუნდაც არსებული დეტალები თბოიზოლაციასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ, შეგიძლიათ აკრიფოთ 260-20-60 და ჩვენი წარმომადგენელი გეტყვით ყველაფერს მასალებთან დაკავშირებით, მოგაწვით სრულ ინფორმაციას და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ შეძენას და თქვენამდე ტრანსპორტირებას.